მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. პირველ რიგში გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობთ. დღის წესრიგის პირველი საკითხი ეს არის ჩვენი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც თქვენ დარიგებული გაქვთ ან უახლოეს წუთებში მოგაწვდიან, მაგრამ მე გავივლი თითოეულ ღონისძიებას და გეტყვით, რაზე იქნება ძირითადი აქცენტები გაკეთებული წელს. რა თქმა უნდა, პირველი მიზანი ჩვენი კომიტეტისა ეს არის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აქედან გამომდინარე პირველი რიგის ამოცანა იქნება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების აღსრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა. შემდეგი ამოცანა ეს არის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. აქ ჩვენ ვიმუშავებთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გაზდაზე ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რისკ ფაქტორები არსებობს. ასევე გვექნება საპარლამენტო ასამბლეებში, ორმხრივ ფორმატებში და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს მიერ ინიციირებულ რეზოლუციებზე, განცხადებებზე და სხვა დოკუმენტებზე მხარდაჭერის მოპოვებისთვის მიმართული აქტივობების განხორციელება, რა თქმა უნდა, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. ასევე საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთა შორის დავებზე და გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა და არსებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი. შემდეგი ამოცანა ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა და აქ ჩვენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად ვიმუშავებთ ევროკავშირში მოლაპარაკების დასაწყებად და ასოცირების შეთანხმების შესრულების ხელშეწყობაზე და წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება და თანამშრომლობა ამ მიმართულებით პროგრესისათვის, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებში, ასევე სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობის მიღება. მნიშვნელოვანი იქნება კომიტეტის წევრების ჩართულობა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის დიდ ქალაქებსა და რეგიონებში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრა და მათი ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელი აქვს ევროკავშირის წევრობას და ასევე რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მათ შორის რა მტკივნეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისათვის, რომ ეს სტანდარტები საქართველოში იყოს დანერგილი. ასევე ჩვენი ამოცანა არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. აქაც ჩვენ ნატოს წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ძირითადად საკანონმდებლო ხელისუფლებაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ საპარლამენტო დიპლომატიას გულისხმობთ ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც მე ჩამოვთვალე, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია, ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელებაზე ზედამხედველობა, როგორიც არის მაგალითად ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულებაზე მონიტორინგი. შემდეგი ამოცანა ეს არის საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. აქაც ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორობის ქარტით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების ხელშეწყობაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაუბრუნდება სტრატეგიული პარტნიორობის იმ ნიშნულს, რომელიც ჰქონდა თუნდაც 2 წლის წინ და მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ. ამ მიზნით აუცილებელი იქნება ამერიკის კონგრესთან ასევე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის კომიტეტებთან და ასევე მეგობრობის ჯგუფებთან და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე ანალიტიკურ ცენტრებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ საქართველოს შესახებ სწორი და ადეკვატური ინფორმაცია იქნას მიწოდებული.
შემდეგი ამოცანა ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება. იცით, რომ ყველა საერთაშორისო დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს თავისი საპარლამენტო ასამბლეა და შესაბამისად ეს ფორმატები ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად ჩვენი ინტერესების წინ წასაძლევად. შემდეგი ამოცანა ეს არის ომხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. აქ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის საგარეო კომიტეტების სამხრივი ფორმატი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და რომელიც საკმაოდ პროდუქტიულია, წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს ამ შეხვედრას. ჩვენ გვაქვს ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი საგარეო კომიტეტების ფორმატი და წელს ჩვენ ვიქნებით ამ ფორმატის მასპინძელი. მოკლედ ამ რეგიონულ მიმართებაში ჩვენი ამოცანები არ იცვლება და ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ძალიან კარგი წამოწყება. ასევე უშუალოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მათ პარლამენტებთან კავშირების გაძლიერება და მათი გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან განსაკუთრებული აქცენტი იქნება გაკეთებული, რათა მათ პარლამენტებთან იყოს ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს აქვს ასევე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროპის მიღმა. ეს არის ისრაელი, ყურის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია და ამ ქვეყნებთან მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ჩართულობა გჭირდება იმისთვის, რომ საგარეო ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი ურთიერთობები გაღრმავებას ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა და კერძოდ პროფილურმა კომიტეტმა შევუწყოთ ხელი. ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის ბოდიში, აფრიკის, ასეანის ქვეყნებთან და ოკეანის ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობის წამოწყება რიგ ქვეყნებთან და ვისთანაც უკვე არსებობს ფორმატები, ამ ფორმატების უფრო მეტად და უფრო აქტიურად გამოყენება. და იცით, რომ ჩვენი ასევე ამოცანა არის კომიტეტის, რომ კოორდინაცია მოახდინოთ მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის და ასევე საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობის კოორდინაცია. ჩვენ ასევე ჩართული ვართ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში. შესაბამისად, მომავალშიც სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებით მიზნით შექმნილ უწყებად შორის ფორმატებში ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული და ჩვენი კომიტეტის წევრები აქტიურად იქნებიან ამ პროცესის მონაწილეები. ასევე მნიშვნელოვანია და წინა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ვიმუშაოთ სხვადასხვა სახის საგარეო ჩარევების პრევენციაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და ასევე შიდა და გარე აქტორების მიერ განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. აქედან გამომდინარე, ესეც იქნება ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგი ამოცანა ეს არის ეკონომიკური დიპლომატია. საქართველოს როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური კვანძის როლისა და ფუნქციის განვითარების ხელშეწყობა, სავაჭრო ეკონომიკური, მათ შორის განათლების და ლოჯისტიკის მიმართულებებით საქართველოში, ასე ვთქვათ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შუა და ერევნის განვითარების ხელშეწყობა საპარლამენტო დონეზე. ასევე ჩვენი საპარლამენტო ვიზიტების დროს მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ეკონომიკური, სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ მასპინძელი მხარის ინფორმირება. ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი სტრატეგიული მიზანი. მეორე ეს არის ჩვენი კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. აქ ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, პარტნიორი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სწორედ მის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა იქნება ჩვენი ამოცანა. მათ შორის როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მისი მოადგილეების ან, ასე ვთქვათ, უფლებამოსილი პირების, ასევე ჩვენი ელჩების, საზღვარგარეთ აკრედიტებული ჩვენი ელჩების პერიოდული მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ასევე ჩვენ გავაგრძელებთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჰქონდა დანერგილი წინა მოწვევის პარლამენტში და მოვუსმენთ ასევე უცხო ქვეყნების ელჩების, მოусმენთ უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებიც აკრედიტირებული არიან საქართველოში. ასევე გვექნება მოსმენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ასევე აუცილებლად გვექნება
იქნება მოსმენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთა შორის დავებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს მიღწეული და რა თქმა უნდა ბიუჯეტს განვიხილავთ ყოველ პერიოდულობით. კანონშემოქმედებაში თქვენ იცით, რომ ჩვენი კომიტეტი ერთგვარად ყველაზე განსხვავებული კომიტეტია, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ბევრი კანონშემოქმედებითი საქმიანობით ვერ დავიკვეხნით, იმიტომ რომ ჩვენი კომპეტენციის სფერო არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე, ასე ვთქვათ, კანონი, რომელიც არ საჭიროებს მუდმივ ცვლილებას, თუმცა რაც ჩვენი საკითხები იქნება, ჩვენ სფეროს მიეკუთვნება იმ თემებზე, რა თქმა უნდა, გვექნება განხილვები. და კიდევ ერთი ამოცანა ეს არის კომუნიკაციის გაუმჯობესება ჩვენი თქვათ საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩვენ წინამოწვევის პარლამენტშიც ჰქონდა რეგულარული შეხვედრები სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ და ამას წელსაც გავაგრძელებთ ასევე გვექნება თემატური შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობასთან ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ასევე საოკუპაციო ხაზთან გავაგრძელებთ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში ფორუმებსა და სემინარებში სადაც წარმოვადგენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემატიკას და მედია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედია საშუალებებთან და კვლევით ორგანიზაციებთან გვექნება მუდმივი კომუნიკაცია, რათა წარმოვწიოთ საქართველოს აქტუალური საკითხები და ვებრძოლოთ იმ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს შესახებ ვრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მედიაშიც და კიდევ ერთი საკითხი ეს არის ჩვენს დიასპორებთან ურთიერთობა მართალია ჩვენ ამისთვის გვაქვს დიასპორის კომიტეტიც, მაგრამ მათთან ერთად ჩვენც უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენი ვიზიტების დროს შევხვდეთ ხოლმე დიასპორის წარმომადგენლებს. და ბოლოს ეს არის ჩვენი ანგარიშვალდებულება ზოგადად საზოგადოების მიმართ და ჩვენი კომიტეტი ღია იცით მისი სხდომები ღია და ჩვენ ვამზადებთ ასევე საჯაროდ წლიურ ანგარიშებს და ასევე ჩვენი აპარატის თანამშრომლების უნარების და საქმიანობის გაუმჯობესებისათვის რეგულარულად ისინი მიიღებენ მონაწილეობას სხვა სემინარებსა თუ ტრენინგებში. ეს არის ჩვენი 2025 წლის სამოქმედო გეგმა, თუ ვინმეს რაიმე ასე ვთქვათ, სურვილი გაქვთ ან კომენტარი გთხოვთ რომ წარმოადგინოთ, თუ ასეთი არ არის, მაშინ დავაყენებ კენჭისხრაზე ამ საკითხს, ვინ არის მომხრე რომ მივიღოთ 2025 წლის სამოქმედო გეგმა. მადლობთ, გეგმა მიღებულია. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. ეს არის ადმინისტრაციული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ბატონი გრიგოლ გიორგაძე წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება იდება ნატოსა და საქართველოს შორის 1994 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მისი იმპლემენტაციის მიზნით. დღემდე არსებული მდგომარეობით ზემოხსენებული 1994 წლის 12 დეკემბრის შეთანხმების იმპლემენტაცია და მის ფარგლებში საქართველოსა და ნატოს შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა ხდება მხარეთა შიდა რეგულაციებით, კერძოდ საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით, ხოლო ნატოს მხრიდან მისი შიდა ორგანიზაციული სახელმძღვანელოებითა და დირექტივებით. ადმინისტრაციული შეთანხმების დადებით უკვე საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსის მქონე დოკუმენტით ორმხრივად განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის კუთხით. ადმინისტრაციული შეთანხმება გავრცელდება მხარეთა შორის გაცვლილ ნებისმიერ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე სრულიად საიდუმლო კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის ჩათვლით. შეთანხმება დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციაზე დაშვების მისანიჭებლად გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის ადგილებისა და დაცვის უსაფრთხოების სტანდარტები, რეგისტრის სისტემა, ასევე
კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება, ვიზიტების განხორციელების პროცედურები და სხვა. ადმინისტრაციული შეთანხმების განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ უსაფრთხოების ორგანოებად ნატოს მხრიდან განესახსრება ნატოს უსაფრთხოების ოფისი, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციული შეთანხმების დადება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებას. თუ კითხვები გაქვთ, სადავ უპასუხო. კოლეგებო, არის თუ არა კითხვები? მაინტერესებს. ეს ანუ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ხო აქამდესაც ხდებოდა, მე როგორც ვიცი, ეს ეხლა რაღაცა სამართლებრივი მოწესრიგების ფორმა მიეცა ამას, თუ როგორ არის ეს? დიახ, როგორც აღვნიშნე, აქამდე ხდებოდა შიდა რეგულაციებით, ანუ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ხოლო ნატოს მხრიდან დირექტივებითა და შიდა ორგანიზაციული სამართლების აქტებით, დღეს უკვე ეს ხდება საერთაშორისო ხასიათის შეთანხმება, ანუ იარსებების დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მოაწესრიგებს ამ საკითხებს და აძლიერებს სამართლებრივ პროცედურებს თანამშრომლობის. ფაქტიურად ეხლა რო გეგმა დავამტკიცეთ, იმის პუნქტი 1.3-ში უკვე ვიღებთ მონაწილეობას, რომ ხელი შეუწყოთ ნატოში ინტეგრაციას. თუ არ არის კითხვები, გთხოვთ კენჭისყრაზე დავაყენებ მეორე საკითხს, ვინ არის მომხრე, რომ მივიღოთ ეს შეთანხმება. მადლობთ. მიღებულია ბატონო გრიგოლ, დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი ეს არის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი. საკითხს წარმოადგენს ბატონი გენადი არველაძე. მოგესალმებით, პარლამენტის პარლამენტის წევრებო. განსახილველად წარმოგიდგენთ ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტს. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2004 წელს საქართველოს მიუერთა ლისაბონის შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ადგილწარმოშობის დასახელებებს და წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას. ლისაბონის შეთანხმების ხელშეკრულების მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გაცვალონ თავისი ადგილწარმოშობის დასახელებები იმ ქვეყნებში, რომლებიც ლისაბონის ხელშეკრულების არიან მიერთებული. 2015 წელს კი ჟენევაში მიღებული იქნა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი. აღნიშნული აქტი ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს და უფრო გააფართოვა დაცვა და ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად ის იცავს ასევე გეოგრაფიული აღნიშვნებისაც. გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას, მაგალითად საქართველოში რეგისტრირებული ღვინის წარმოშობის დასახელებები, როგორიც არის ხვანჭკარა, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, მანავი, ოკამი და სხვა. ასევე მინერალური წყლების მხრივ დაცული გვაქვს ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი და სხვა, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნებია, მაგალითისთვის ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა პროდუქტები. ლისაბონის შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს დავიცვათ მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებები, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა, როგორიც არის მაგალითად ქვევრი, ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ქვევრის დაცვა ქართული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსით, რაც ეფუძნება მისი როგორც ქართული წარმოშობის საღვინე ჭურჭლის რეპუტაციას და ის საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია. ჟენევის აქტს დღევანდელი მდგომარეობით ჰყავს 35 ხელშეკრულებული მხარე, მათ შორის არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სრულად და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება. ამით ლისაბონის სისტემის მონაწილეებისთვის შესაძლებელია როგორც ადგილწარმოშობის დასახელებების, ასევე გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ახალ მნიშვნელოვან ბაზრებზე. ჟენევის აქტი მიღებულია ლისაბონის სისტემის მოდერნიზების მიზნით, ასევე იმ მოსაზრებით, რომ გარკვეულ პირობებში საერთაშორისო ინსტრუმენტით დაცული იყოს მეტი პროდუქტი, საერთაშორისო რეგისტრაციით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების იდენტური, მსგავსი, ასევე განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მოსანიშნად, რომლის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის ან მომსახურების იმიტაციის აღკვეთა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც შემოიღო ჟენევის აქტმა, არის ხელშემწყობილი მხარების მნიშვნელობა შეიტანონ
შესაძლებლობა შეიტანონ ერთობლივი განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშნების რეგისტრაციაზე, როდესაც ის გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული არეალიდან. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ჯამში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 30 გეოგრაფიული აღნიშვნა. ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში საქართველომ დაიცვა 28 დასახელება ადგილწარმოშობის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებები. ჟენევის აქტი კი საშუალებას აძლევს მხარეებს დაიცვან ასევე დამატებით გეოგრაფიული აღნიშვნებით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია სულ ჯამში 30 გეოგრაფიული აღნიშვნა, ჟენევის აქტთან შეერთებით საქართველოს კი უჩნდება შესაძლებლობა გამორთული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები. დაცვა კი გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ჟენევის აქტის ხელმოწერია. ამასთან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით, აქტი მართალია გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ვერ მოხდება მისი გამოყენება, შესაბამისად მიზანშეწონილია გაკეთდეს დეკლარაცია აღნიშნულის თაობაზე. ჟენევის აქტთან შეერთება არ გამოიწვევს დამატებით ასიგნებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს შიდა სახელმწიფო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასაც არ საჭიროებს. მადლობა და მზად ვარ კითხვებისთვის. მადლობა, კოლეგებო, თუ არის კითხვები? მოგესალმებით, აი დაცვის ნაწილში რო თქვით, რამე პროცედურა არის თუ გარკვეული ვადა არის საჭირო, რომ ეს შეთანხმება შედგეს. როგორც კი მიუერთდებით ჟენევის აქტს, ამის შემდეგ არის შემდეგი პროცედურა, უკვე რეგისტრაციაზე უნდა მიმართოს საკპატენტმა კონკრეტულ ადგილწარმოშობის და მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნების დასახელებებზე არის განაცხადის ფორმა და შემდეგ უკვე პროცედურული ნაწილი არის ტექნიკური ველოდებით დადასტურებას და შემდეგ უკვე რეგისტრირდება. გარკვეული საფასური არის კიდე თითოეულ პროდუქტის მიხედვით გადასახდით. მადლობა, თუ სხვა კითხვა არ არის, მაშინ დღის წესრიგის მესამე საკითხს ვაყენებ განჭის ხრაზე, ვინ არის მომხრე. მადლობთ, წყვეტილება მიღებულია. მადლობთ ბატონ გენდი. შემდეგი საკითხი ეს არის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის ბატონი გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს. დიდი მადლობა, მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოეწერა გასული წლის ბოლოს აზიის განვითარების ბანკთან. საკითხი ეხება საბიუჯეტო სესხის გამოყოფას, ჯამში არის 68,118,000 ლარი. ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტი, რომელიც უშუალოდ ბიუჯეტში მიმართება და კონკრეტული მიზნობრიობით არ არის გაწეული, საერთო ხარჯების დასაფინანსებლად არის, თუმცა რა თქმა უნდა დაფუძნებულია გარკვეულ რეფორმებზე და ამ შემთხვევაში ეს სესხი დაფუძნებულია პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის ითვალისწინებს 2024-30 წლების სტრატეგიის დამტკიცებას, ასევე გაზდას კერძო სექტორის ჩართულობის პროფესიულ განათლებაში, სკოლების დონეზე პროფესიული განათლების სკოლებში პროფესიული განათლების შეტანის გაფართოებას, ასევე სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობის დას, საბოლოო ჯამში დაფინანსების დას პროფესიულ განათლებაზე და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აქ აღნიშნულ ხელშეკრულებაში ეს არის ის გარემოება, რომ თანხა სესხი გამოიყოფა ლარში, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ინსტიტუტის მიერ ლარში ხდება სესხის გამოყოფა, სწორედ ამიტომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, ნიშნავს იმას, რომ დობა ლარის მიმართ არის გაზრდილი და ჩვენ მომავალში უკვე სხვა საფინანსო ინსტიტუტებთანაც ამ მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას. რაც შეეხება სესხის პირობებს, 68,198,000 ლარია, სესხის განცდილება 15 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი გვაქვს 3 წელი და რაც შეეხება საპრეცედენტო განაკვეთს, უკვე ეს კონკრეტული ტრანშის ჩამორიცხვის დროს გვექნება არჩევის საშუალება, ფიქსირებული იყოს საპრეცედენტო განაკვეთი თუ იყოს სვლადი და ამას უკვე თანხის ჩამორიცხვის წინ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დიდი მადლობა. მადლობა, კოლეგებო, ხომ არ არის კითხვა, ბატონ ლევან? მოგესალმებით ბატონ გიორგი, შეიძლება ცოტა რიტორიკულ კითხვას ვსვამ, მაგრამ განათლების სამინისტროს პოზიცია რა არის აღნიშნულთან დაკავშირებით და როგორ წარმოუდგენია ამ გრანტის ათვისება, რა მიმართულებებით და რა კონკრეტული აქტივობებით? მადლობა. შეიძლება ხო?
განათლების სამინისტროს პოზიცია არის, რა თქმა უნდა, დადებითი, გრანტი არ არის, ეს არის სესხი, რომელიც მიმართება ბიუჯეტში, ამ თანხას არ ხარჯავს განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელი რეფორმებიც აქვს პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი და ამ რეფორმების განხორციელების კვადრატვა ხდება ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტის გამოყოფა. ეს არ არის, რომ კონკრეტულად გამოყოფილი თანხა იქნება რომელიმე ხარჯის დასაფინანსებლად, ეს იქნება ბიუჯეტის საერთო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა, თუმცა თანხის გამოყოფა ხდება იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელსაც განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების ნაწილში ახორციელებს. სხვა კითხვები ხომ არ არის? მართლაც აღსანიშნავია, ჩვენ უამრავი სასესხლო ხელშეკრულება გვაქვს განხილული და პირველად არის, როდესაც ლარში არის თანხა გამოყოფილი, ეს მართლაც სიახლეა ჩვენთვის და თქვენ როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ვალუტის ნდობა, რომელიც გააჩნიათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ამიტომ გილოცავთ თქვენს ფინანსთა სამინისტროს ამ წარმატებას. მეგობრებო, დღის წესრიგის მეოთხე საკითხი და დღის წესრიგის მეოთხე საკითხს ვაკეთებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? გმადლობთ. საკითხი გადაწყვეტილია და მეხუთე საკითხი ეს არის სასესხლო შეთანხმება 2019 წლის 18 ივნისის საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის საქართველოს I2Q მეორე ცვლილება განათლების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბაია კვიციანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისევ პარლამენტში ქალბატონი ბაია. მიხარია თქვენთან ყოფნა, მოგესალმებით ბატონი ნიკო, მივესალმებით ჩემს ყოფილ კოლეგებს. წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის ესე ვთქვათ, გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გვაქვს შემოტანილი ჩვენ ინიციატივა. მოგეხსენებათ, რომ ინკლუზიური ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი განათლების სისტემის უზრუნველყოფა ეს ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ესე ვთქვათ, ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნისთვის და განვითარებისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტებით სწორედ როგორც განათლების სამინისტროსი, ასევე სახელმწიფოსი არის გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანური კაპიტალი მაქსიმალურად უნდა იქნას განვითარებული და ხელშეწყობილი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს პროექტი ინოვაცია და ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველო I2Q, ეგრეთ წოდებული I2Q, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად სასესხლო ხელშეკრულების ფარგლებში ვახორციელებთ, უზრუნველყოფს და არის ესე ვთქვათ ძალიან ძლიერი ხელშემწყობი მექანიზმი. აქედან გამომდინარე, ის ამ პროექტის ფარგლებში, ესე ვთქვათ, ეს პროექტი მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე ზოგად განათლებაში სწავლების ხარისხის ამაღლებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ასევე გეგმება ზოგად განათლებაში LMS, იგივე learning management systems, ანუ სწავლების მენეჯმენტის სისტემის განვითარება, რასაც მოყვება ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ცვლილება და ელექტრონული პლატფორმაც, ამიტომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაძლიერების და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებითაც და ასევე უნდა ითქვას, რომ გახანგრძლივების მიზეზი ასევე სახელდება ის, რომ არის რიგი, ესე ვთქვათ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოების სკოლებში ჩასატარებელი, ასევე ისკულის სისტემის შემუშავება, რომელსაც ახორციელებს განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ამიტომ სწორედ ამ პროექტის დასრულებასთან რო შესაბამისობაში მოვიდეს ამ პროექტების განხორციელება, სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვთ ჩვენ გახანგრძლივებას 2026 წლის მარტიდან 2027 წლის მარტამდე. და ძალიან გთხოვთ დაუჭიროთ მხარი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის I2Q. დიდი მადლობა. თუ არის კითხვები, ვუპასუხებ სიამოვნებით. მადლობა. მეგობრებო, თუ არის კითხვები? არ არის კითხვები. შესაბამისად, ამ საკითხსაც ვაყენებ დღის კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე. მადლობთ. საკითხი მიღებულია. ეს იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი, თუ სხვა რაიმე ძიანდადება არ არის, მაშინ შეგვიძლია რომ კომიტეტის ხდომა დახურულად გამოვაცხადოთ. მადლობა მონაწილეობისთვის.